მოდით ნახოთ დღევანდელი დღის ენერგია. რა პროგნოზს მოგცემს ამ გრილ სასიამოვნო დღეს ტარო. ესე იგი რაღაცა ტრიალებს ისეთი ეხლა ამ სივრცეში სულ არის მოდის მუდმივად აი ეს პენტაკლების თემა, განახლების რაღაცა ფინანსური წარმატების თემა მოდის. ესეთი მომენტია ეხლაც არის ეს, რომ თქვენ გსურთ თქვენი ახალი საქმიანობის პრეზენტირება, წარდგენა, რომ იყოთ წარმატებული ამაში, ანუ რაღაცას ამზადებთ, შეიძლება იყოს სწავლის პროცესთან დაკავშირებული მომენტი, რომ ან გადადიხართ სხვაგან საცხოვრებლად და აი აქ რაღაცა ფინანსების მობილიზება ხდება, ან ფიქრობთ, რომ აი მე რაც დამჭირდება, ეხა ფინანსები მე რამეს სამსახური უნდა ვიშოვო, ისეთი რომ შემომივიდეს, თუ თქვათ ახალგაზრდებზე იქნება საუბარი, მაგრამ მეორეს მხრივ აქ მოდის, რომ უკვე შემდგარი ადამიანები რაღაცა ახალ პროექტებს გეგმავენ და სიახლეებიც მოდის, თუმცა პაჟი მაინც არის ახალგაზრდა და ალბათ უფრო აქ დღევანდელი დღის ენერგია სწორედ ეს არის, რომ თქვენ დღეს მოახერხებთ ახალი სიტუაციების ჩამოყალიბებას, აი დააკვირდით, გექნებათ რაღაცა ნიშანი, აი თქვენი მიზნისკენ, რისკენაც ახლა მიდიხართ და ნიშანი გექნებათ დღეს თითქოს რომ დააკვირდეთ ამას. კი ბატონო და აი ნამდვილად საკმაოდ კარგი არკანი ამოვიდა. თითქოს აქ ნახეთ მოდის დახმარებაც აი ამ ადამიანისგან, ეს არის გამოცდილი ადამიანი, გზამკვლევი არის ამ შემთხვევაში თქვენი, შეიძლება იყოს მშობელი, ბიძა, ან ვიღაცა ესეთი ახლობელი, ვინც გეხმარებათ აი რაღაც ასეთ სიტუაციაში, დამხმარე გეყოლებათ, ან რჩევას მოგცემთ, ან შეიძლება ეს იყოს თქვათ აი თუ საუბრობთ იმაზე, რომ რაღაც სამსახური გამოჩნდეს ახალი, შესაძლებელია ეს იყოს ადამიანი, რომელიც დაგასაქმებთ, ანუ ხელს გიწყობთ, ვიღაცა გეხმარებათ თქვენს ჩანაფიქრში. თუ კი პროექტზეა საუბარი, თქვათ და ვისაუბრებთ არა თქვათ ახალგაზრდებზე, არა აი მაგალითად ახლა რაღაცა პროექტს ამზადებთ ხო თქვენ და ამისთვის თანხები გჭირდებათ. ნუ პროექტს მე ვუწოდებ თქვათ რაღაც სიახლეს და გეგმას, ბიზნესი, რაც გაქვთ მიზანი, თქვათ რაღაცას ადგენთ ხო, ეს დავარქვათ პროექტი ამას. აი ამ შემთხვევაშიც დამხმარეც გამოდის და თან თქვენი შინაგანი ძალაც აქტიურდება საკმაოდ და გყავთ კიდევაც დამხმარე. ესეთი დღის ენერგია გვექნება დღეს და მოდით დავადოთ რჩევა ტაროსგან, მაგრამ აქაც თუ ფინანსები წარმოვანახეთ, რჩევა. ეს გახლავთ არკანი, რომელიც აჩვენებს ადამიანის პოტენციალს. ხშირად ამას კითხულობენ ხოლმე, რომ ცოტა რაღაცა წინააღმდეგობები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არის აქ წინააღმდეგობის გადალახვის პოტენციალი. თქვენ გაქვთ ამის საშუალება აი ამ მოცემულ მომენტში და რჩევა არის ტაროსგან, რომ არ დანებდეთ, ეს თქვენი სინათლე, თქვენი იდეა, ჩანაფიქრი გაიტანეთ, თქვენ ხართ კონკურენტუნარიანი. აი კიდე დაუბრუნდებით, თუ კი თქვათ რაღაცა სიწყებთ ახალს და ფიქრობთ, რომ აი მე იქ სხვაც მყავს კონკურენტები, ვიღაცა შეიძლება ჩემზე ძლიერი იყოს, ასე ნუ იფიქრებთ. აი ეს არკანი აჩვენებს, რომ თქვენ გაქვთ სწორედ პოტენციალი იმის, რომ თქვენ გაიმარჯვოთ ამ სიტუაციაში. რჩევა არის ტაროსგან, მიყევით, არ დანებდეთ, გაიტანეთ ბოლომდე თქვენი ენერგია, კვერთხების ხუთიანი, ეს არის მებრძოლი ადამიანი, რომელსაც შინაგანი დიდი ცეცხლი აქვს და ენერგია. ტრადიციულად მოდით გავაძლიეროთ დღის ენერგია აფირმაციით, წარმატების, გასაღების დასტიდან და შემდგომ უკვე დავხატოთ ნეიროგრაფიკა. მე ვმართავ ჩემს ცხოვრებას და ვირჩევ წარმატების გზას. მგონი ზუსტად ის აფირმაცია, რაც დღევანდელ გაშლას გააძლიერებს და დღევანდელი დღის ენერგიებს. ახლა კი შემოგთავაზებთ ნეიროალგორითმს განზრახვას, რომელიც არის ძალიან მარტივად შესასრულებელი და ქმედითი. ეს ვიმუშავებთ განზრახვის შექმნაზე, ალგორითმზე, რომელსაც ქვია განზრახვა და გამოვიყენებთ ამ ალგორითმს იმისთვის, რომ აი ეს ჩანაფიქრი, თქვათ, რაც ჩვენ გვაქვს ახლა ამ მოცემულ პერიოდში,
რაღაცა მიზანზე ვმუშაობთ, რაღაცა პროექტს ვახორციელებთ, გვინდა რომ ეს კარგად გამოვიდეს. აი ამის განზრახვას ჩამოვაყალიბებთ აქ მშვენივრად და ვუშვებთ სივრცეში. ნეიროგრაფიკის მნიშვნელობაზე ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ, ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, შეგიძლიათ ნახოთ, ასევე მაქვს Telegram არხზე მარათონი, რომელიც არის ღია უფასო და იქაც საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ ამ ნეიროგრაფიკის დანიშნულებაზე. არ გვავიწყდება, რომ პირველ რიგში ფურცლის უკანა მხარეს, ან ცალკე ფურცელზე ვწერთ თემას, რაც შეეხება ჩვენი განზრახვა და კონკრეტულად რას ვამუშავებთ, რა თემას. ამ თემასთან დაკავშირებით 2 წუთის მანძილზე 20-22 სიტყვა უნდა ამოწეროთ და მხოლოდ შემდეგ იწყებთ მუშაობა. ხატვის ცოდნა აქ არ არის აუცილებელი, მთავარია მიყვეთ, როგორ უნდა გაივლოს სწორად თქვათ ნეიროხაზები და რის მერე რა უნდა გავაკეთოთ. დავიწყოთ, მოდით განზრახვას მივცეთ წრის ფორმა. ეს არის ჩვენი განზრახვა. ერთგვარი ნეიროატომი შევქმნით ახლა ჩვენ. და ესაც უკეთებთ ნეიროგრაფირებას გარშემო. შიგნიდან დავიწყებთ ხაზების გავლებას. შემდეგ უკვე ვიწყებთ აი ამ გადაკვეთის კუთხეების მომგვალებას შიგნითვე ვამუშავებთ. შეგიძლიათ პირდაპირ აი ასე მოამგვალოთ. შეგიძლიათ გაყვეთ შიგნიდან და აი ასე მოამგვალოთ. და მოდით ახლა გავავლოთ ხაზები ამ ჩვენი განზრახვიდან სივრცეში გარშემო. ნეიროხაზები და ნეიროხაზებს არ ვხატავთ სწორხაზოვნად. ნახეთ, რომ იდის ხაზი უნდა წინააღმდეგობა გაუწიო, უნდა აკონტროლო, რომ ეს არ წავიდეს ტრადიციული აზრი შენგან, შენ ახალს ქმნი რაღაცას. და ხშირად იყენებენ აი ასეთ ნივთებს იმისთვის, რომ სწორად გაავლონ ნეიროხაზები და ხშირად რა დასაწყის ეტაპზე და ამას აქვე გაჩვენებთ, როგორ ნახეთ, როგორ მოძრაობს ეს და გაყევით, რომ სადღაცა წაიყვანოთ. უფრო გაგიმარტივებთ დანახვას თუ როგორ უნდა იყოს ნეიროხაზები გავლებული. შეგვიძლია აქ უკვე ფერი შემოვიდანოთ, ანუ მოვახდინოთ არქეტიპირება. არქეტიპირების დასრულების შემდეგ შემოგვაქვს სქელი, სივრცული ხაზი. ეს სივრცული ხაზი, ეს არის სამყაროს ენერგია. სამყაროს ძლიერი ენერგიის შემოტანა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს განზრახვას. ბოლო ნაწილი ეს არის ფიქსაციის ფიგურის გამოყოფა და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს ჩვენი ნეიროატომი, რომელსაც ვაქცევთ ფიქსაციის ფიგურას. იფიქრეთ თქვენს განზრახვაზე, თქვენს იდეაზე, განახორციელეთ და რაც უფრო მეტს იფიქრებთ და ხშირად დაუბრუნდებით ამ აზრს, უფრო სწრაფად მოვა გადაწყვეტილება, იდეები, თქვენი გონება მოძებნის გზას, როგორ მოხდეს და შესრულდეს თქვენთვის საუკეთესოდ და მარტივად განხორციელდეს თქვენი იდეა. წარმატებებს გისურვებთ.